მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როგორც იცით, ჩვენი მოძრაობა 1 წლის წინ დაარსდა. 1 წლის წინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისი იყო პიკში, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ დემოკრატია ამ ქვეყანაში კრიზისშია ბოლო 30 წელია, მაგრამ სულ სხვა საფეხურს მიაღწია, ხო, შარშან ამ მდგომარეობა. და ჩვენ შევიკრიბეთ, გავერთიანდით, რადგან სხვა გზა არ გვქონდა გარდა ერთად დგომისა და თანადგომისა. და 1 წელი გავიდა, ამ 1 წლის განმავლობაში 200-მდე წევრია ჩვენს მოძრაობაში და 20-ზე მეტი სამუშაო ჯგუფი მუშაობს და ადამიანები, ვინც შრომობენ ყოველდღიურად შემოსავლისთვის, გადარჩენისთვის, ამ შრომის შემდგომ მოდიან და თავის დროს, ენერგიას უძღვნიან მოძრაობას და ჩართული არიან ამ სამუშაო ჯგუფებში. ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფი მუშაობს სწორედ აი ამ პროგრამულ ხედვებზე, სრულ ხედვებს წარმოგიდგენთ 26 მაისს, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ 3 ძირითად მიმართულებაზე, რაც არის შრომა, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა. და ვისაუბრებთ ამ ხედვებზე, ვინაიდან თვლით, რომ გამოსავალი ამ კრიზისიდან, რომელიც პოლიტიკურთან ერთად არის სოციალურიც ბოლო 30 წელია და ეკონომიკურიც, უნდა ვეძიოთ ერთად და გვინდა რომ ეს გამოსავალი იყოს არა უბრალოდ კოსმეტიკური შეკეთება, არა უბრალოდ მოკლევადიანი და დროებითი, არამედ ისეთი გარდამქმნელი და გამანთავისუფლებელი, რომელიც საფუძველშივე აღმოფხრის პრობლემის მიზეზებს. და ამ გამოსავალს ვეძებთ მათ შორის ამ ხედვებით თქვენთან ერთად და დღეს წარმოგიდგენთ ძირითად ამ 3 მიმართულებას, ამ 1.5-40 წუთი მოხსენების შემდგომ გვექნება დიდი დრო მიძღვნილი 2-3 საათი იმისთვის, რომ ერთად ვიმსჯელოთ აი ეს გზები და თქვენთან ერთად ფსურს სწორედ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. და იცით, რომ ჩვენ ვისწრაფვით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დემოკრატიისკენ, რომელიც არასოდეს გვქონია, როგორც ქვეყანაში, ისევ ვცდილობთ მოძრაობის შიგნითაც ეს დემოკრატიულობა ყოველდღიურ პრაქტიკად ვაქციოთ და ყოველდღიურობაში დავნერგოთ. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიაზრებთ, რომ დემოკრატიას პოლიტიკურ სივრცეში ვერ მიაღწევ, თუ მათ შორის არ იქნა შრომა ადამიანების დაფასებული, ეკონომიკა ასევე დემოკრატიული და ადამიანებს არ ექნათ გავლენა იმ პოლიტიკაზე, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. და ხშირად დღეს, როდესაც ჩვენი ეკონომიკა ერთადერთი, რასაც ახერხებს, არის ის, რომ აწარმოებს უმუშევრობას, იმიტომ რომ მას სჭირდება ამ უმუშევრობით შექმნა სასოწარკვეთა, რადგან ადამიანს არ კონდეს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ნებისმიერ სამუშაო პირობებს. და როდესაც ჩვენი მოსახლეობა ერთადერთი, რასაც ახერხებს, არის აი ამ ღატაკი ცხოვრების დონის კვლავწარმოება და შენარჩუნება, ზოგჯერ ისმის კითხვა, რომ იქნებ ნაკლებს ვშრომობთ. და თუ კი შევხედავთ გლობალურ სტატისტიკას, არანაირად. ყველაზე მათ შორის ღარიბ ქვეყნებში და საქართველოში სწორედაც რომ უფრო მეტი საათი შრომობენ მშრომელები. და თუ შევხედავთ მაგალითად გერმანიას, ჰოლანდიას, ნორვეგიას, წელიწადში ბევრად ნაკლებ საათს შრომობენ. მაგრამ ჩვენთან იმისათვის, რომ ეს შრობა და ჯაფა იქცეს ეკონომიკურ პროდუქტიულობად, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური სხვა წესრიგი და სხვა წყვეტა. სწორედ ამიტომ ერთად განვიხილავთ შრომასაც და ეკონომიკასაც. და შესაბამისად, ჩვენთვის განუყოფელია პოლიტიკური დემოკრატია, ეკონომიკური დემოკრატია და სოციალური კეთილდღეობა. ვინაიდან გვინდა ისეთი წესრიგის შექმნა თქვენთან ერთად, ისეთი პოლიტიკური სახელმწიფოს შექმნა, სადაც ადამიანის შრომა აისახება მის კეთილდღეობაზე. და ასევე, სადაც ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ასახვას პოვოს თითოეული ადამიანის რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე. დღეს რიგითი მოქალაქეები საუბრობენ პრობლემებზე, მაგრამ მათი არავის ესმის. და გვინდა თქვენთან ერთად, ეს იქნება პარტიაში თუ პარტიის მიღმა, ისეთი ქვეყანა შექმნათ, სადაც ყველა რიგით მოქალაქეს ექნება არა მხოლოდ საკუთარი წუხილის გაჟღერების შესაძლებლობა, არამედ მისი ხმის გამგონი იქნება და იმ პოლიტიკაზე გავლენა შესაძლებლობა ექნება, რაც
მის ყოველდღიურობას და ყოფას განსაზღვრავს. მადლობა. ეხლა დავუთმობ სიტყვას ია ერაძეს, რომელიც წარგიდგენთ ჩვენი პოლიტიკური ხედვის დოკუმენტის ეკონომიკურ მიმართულებას.